წუთებში მიმდინარეობს პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსთაველზე დაკავებული აქტივისტებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძისთვის პატიმრობას ითხოვს. ისინი რუსთაველზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბექა გოცირიძემ აქტივისტებს პროვოკაცია მოუწყო. შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ ის არავის უცემია, თუმცა მოგვიანებით პროტესტის მონაწილეებს მაინც უჩივლა. დასრულდა თუ არა სხდომა და რა შედეგით? თამარ დემეტრაშვილი მოგვიყვება დეტალებს. სასამართლო პროცესი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ ორივე პიროვნება პატიმრობაში დატოვა, მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რეალურად მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი, არ გაითვალისწინა ის, რომ ერთ-ერთი დაკავებული სამი მცირეწლოვანი შვილის მამაა და ერთადერთი მარჩენალი და მიუხედავად იმისა, რომ მუხლი, რომელთაც ისინი იყვნენ არიან დაპატიმრებული და რა ბრალით წარდგენილი არ ითვალისწინებს, არის მსუბუქი მუხლი და პატიმრობასაც კი არ ითვალისწინებს. მოსამართლემ ორივე მათგანი მაინც პატიმრობაში დატოვა. ნიშანდობლივია ერთი ფაქტორი, დანის ფაქტორი, რომელიც აქციის მონაწილეებმა იპოვეს, რომელიც დაუარდა დაზარალებულს და აღმოჩნდა, რომ საქმეში ეს დანა არც კია ჩადებული. ჩვენ ახლა შეგვიძლია უფლებადამცველს ადვოკატს გავესაუბროთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა სხდომათა დარბაზიდან. რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული კონკრეტულად, რა იყო არგუმენტი და თქვენ რას აღიარებთ? საინტერესო და მნიშვნელოვანი და საგულისხმობლად სწორედ ის გახლავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა არავითარ ფაქტობრივ და სამართლებრივ პირობას. განსაკუთრებული გაღიზიანება ბრალდების მხარის გამოიწვია ჩვენ მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა, იმიტომ რომ ფაქტობრივად შევძელით ერთი სამუშაო დღის არასრული სამუშაო დღის განმავლობაში იმის დადასტურება, რასაც ისინი ორი კვირის ვადის განმავლობაში კატეგორიულად არიდებდნენ თავს, ეს იყო დანა და მოწმეების ჩვენება, რომ სწორედ და ამ საქმეზე დაზარალებულად ეგრეთ წოდებული დაზარალებული და ბრალდების მხარის მიერ იდენტიფიცირებული პირების დაზარალებული იყო რეალური თავდამსხმელი. ის თავს დაესხა არა მარტო ბრალდებულებს, არამედ ადგილზე მყოფ სხვა მოწმეებსაც, სხვა ადამიანებს, აქციის მონაწილეებს. ამის ვიდეო მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის ბრალდების მხარის მიერ ამოღებულ 112 სამეთვალ ყურებ კამერებში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ჩანს ამ ადამიანის მხრიდან სხვა ადამიანებზე და არაერთ პირზე თავდასხმის ფაქტი. ასევე შემდგომ უკვე ჩვენ გვაქვს მოპოვებული მტკიცებულება და კონკრეტული ეკიპაჟის, საპატრულო ეკიპაჟის ნომერი გვაქვს, რომელმაც ამოიღო დანა, რომელიც სავარაუდოდ უნდა ქონოდა სწორედ თავდასხმელს. ამ ყოველფრის გათვალისწინებით ბუნებრივია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა დღევანდელ სხდომაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის სამართლებრივი ან თუნდაც ფაქტებთან შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ ყოველფრის გადაწყვეტილებით პირველი რაც გავაკეთებთ იქნება ის, რომ გავასაჩერებთ მიღებულ გადაწყვეტილებას. პროკურორმა დღეს ისიც თქვა, რომ დანა არ ეკუთვნის დაზარალებულს. ის იყო ყველაზე კი, ამაზე ალბათ ჩემი კომენტარიც მოისმინეთ სასამართლოს სხდომის დარბაზში. ერთი და პირველი მოცემულობა გახლავთ ის, რომ აქამდე ვერ დაადგინეს ცალკეული ფაქტობრივი გარემოება გამოძიებლებმა და ვერ იპოვეს ცალკეული ინფორმაცია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ღიად და პირდაპირ სასამართლოს სხდომის დარბაზში აცხადებენ იმას, რომ ისინი მომავალში არაპირებენ გამოიძიონ თავდასხმის შემთხვევა, ის უკვე ცდება აქამდე არსებულ პრაქტიკასაც კი, მათ შორის პოლიტიკურ საქმეებზე არსებულ პრაქტიკას. ეხლა წინასწარ იძახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო, რომ მე არ ვაპირებ გამოვიძიო საქმე, ეს რაც ახალი მიღწევაა ქართული მართლმსაჯულების. თქვენ ბრძანეთ, რომ დააპატიმრეს ის პიროვნებაც, რომელმაც უშუალოდ აიღო ეს. როგორ ბოდიშა? უშუალოდ ვინც იპოვა ეს დანა და გადასცა სამართლებრივ. ადამიანი, რომელიც ფიგურირებდა საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში, რომელმაც სავარაუდოდ იპოვა ადგილზე დავარდნილი დანა პიროვნებმა და დაინახა მათ შორის როგორ ამოუვარდა ეს დანა თავდამსხმელს, საუბარი ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობით პირს. ეს ადამიანი მას შემდეგ რაც ჩვენ დაუკავშირდით მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, რამდენიმე წუთში დააკავეს ადმინისტრაციული წესით. რამაც შეუძლებელი გახადა ის, რომ დღევანდელ სხდომაზე ჩვენ გვქონდა მისი ჩვენება. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით ადვოკატს თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის უფლებადამცველს. ის ამბობს, რომ შედეგი, რომელიც დადგა დროებითი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ იყო პოლიტიკური და დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩერებს ზემო კომისარიაში.